მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ღვთისმსახურება დილიდან ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა. საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდა ვახტანგ გორგასლის სახელობის მშენებარე ტაძარშიც, სადაც მოგვიანებით 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ქვეყნის ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული რუსთაველი ჯარისკაცის ვახტანგ გზირიშვილის ფონდის თაოსნობით დაღუპული მეომრების სახელზე მშენებარე ტაძარში ქართველი გმირების სულების მოსახსენებელ ლოცვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური, რუსთავის მერი დავით ჯიქია და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. მათ ყურადღება საქართველოს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ოჯახებზე ზრუნვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. თითეული თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი სამხედრო მოსამსახურის ვალია გვახსოვდეს ის გმირები, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და რითაც შეგვიძლია, როგორც შეგვიძლია, გვერდში დაუდგეთ მათ ოჯახებს. არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ ის ხალხი, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის გაიღო ყველაზე ძვირფასი, რაც ჰქონდა მას თავის საკუთარი სიცოცხლე და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ მათი არ დავიწყების მიმართულებით ყველა ვალში ვართ და ბევრი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. ეს არის 2008 წელს დაღუპული გმირების სახელზე აშენებული ტაძარი და ვალდებულებიც ვართ და აუცილებელიც არის, რომ მათი ხსოვნა მივაგოთ პატივი და მათ სახელები გვახსოვდეს, იმიტომ რომ ეს არის ხალხი, ვინც საქართველოს მთლიანობისთვის თავი შეწირა. ეს ტაძარი თავის როლს შეასრულებს მათი სულის მოხსენიების საქმეში და ჩვენც ჩართულები ვართ ამაში. ქალაქის მერიას თავისი მოგზაურებული წვლილი შეაქვს იმისათვის, რომ კეთილმოწყობა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიის უახლოეს მომავალში დამატებით დაფინანსება გამოიყოფა შესაბამისი პროცედურების დაცვით მერიის ბიუჯეტიდან 11,000 ლარის ოდენობით. პანაშვიდს გმირულად დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრებთან ერთად მათი თანამებრძოლებიც დაესწრნენ. ყოველ წელიწადს ვახტანგ გორგასლობაზე დაღუპული ოჯახის წევრები, ჩვენი გმირები, საქართველოს გმირი ბიჭების ოჯახის წევრები ვიკრიფებით ამ ტაძარში და აღევლინება ლოცვა წირვა და შემდგომ იხდება დიდი პანაშვიდი. ულოცავ ყველას წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სამხედროებისთვის განსაკუთრებით აქ ყოფნა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ეს ტაძარი შენდება 2008 წლის გმირულად დაღუპული ვახტანგ გზირიშვილის და მის თანამებრძოლების სახელობაზე. აღსანიშნავია, რომ ეკლესიის მშენებლობა საძირკველი ვარკეთილის მეორე მიკრორაიონში 2009 წელს ჩაეყარა და პროცესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს.